Expo Georgia სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების რიგით მე-12 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოსთან ერთად სომხური, აზერბაიჯანული, ირანული და სხვა ქვეყნის კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დაესწრო, რომელმაც გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული პროდუქციის მაღალ ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში ქართული პროდუქციის წარმოება გაიზრდება. Expo Georgia-ში გამოფენა კიდევ 4 დღეს გასტანს. ინტერესი საკმაოდ დიდია, ეს გამოფენა უკვე მრავალი წელია საქართველოში იმართება და სულ უფრო და უფრო მატულობს დამსწრეთა და მსურველთა რაოდენობა. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს მინდა გითხრათ, არის სტენდს ხედავთ, რომელშიც სადაც წარმოდგენილია ქართული წარმოების პროდუქცია. ეს არის საქართველოში აწყობილი მოтобლოკები. სამი კომბაინი აქვს აწყებული. ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ეს. გამოფენაზე ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სწორედ ამიტომ წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოყავს 1000-ზე მეტი ფერმერი, რომელთაც საშუალება მიეცემათ, რომ ადგილზე დაუსვან კითხვები მწარმოებლებს და ათვალიერონ ტექნოლოგიები და შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება.